ხაზი, აქ უკვე დაწერილი აღარა გვაქვს კოდი, ჩვენით უნდა დავწეროთ, ესე იგი, უნდა ავირჩიოთ color choice და radius, ესე იგი, მომხმარებელს უნდა ვკითხოთ ორი რამ, radius და color choice. ესე იგი, აქ 4 წრე უნდა დავხაზოთ და radius-ები 25 პიქსელით უნდა შემცირდეს. ანუ პირველი წრე უნდა იყოს 100 radius-ის მქონე, მერე 25-ით ნაკლები, 25-ით ნაკლები და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ ახლა, მოდი, პირველ რიგში შევქმნათ ქვევით, იმიტომ რომ ზევით ფუნქცია უნდა შევქმნათ და ცვლადი შევქმნათ radius-ი, რომელიც უდრის 100. იმიტომ არ გვინდა. შემდეგ pen-up-ი გვინდა. როდესაც აქედან ქვევით წამოვიყვანთ ჩვენ კუს, არ უნდა დახატოს ის ხაზი, ხო? ამიტომ pen-up-ი გვინდა და თქვენ იცით, რომ საწყისი პოზიცია კუს არის აი ეს ცენტრი, შუაში. შემდეგ გვიძლია დავწეროთ set position-ი და შეგვიძლია დავწეროთ მოbrunება მარჯვნივ, right? 90 გრადუსით. წავიდეს წინ forward-ი 100 პიქსელით და left 90 გრადუსით. Runs დავაჭიროთ და აი ჩამოვიდა აი ამ საწყის პოზიციაზე, საიდანაც უნდა დაიწყოს კუმ წრის დახატვა, ხო? შეგვეძლო ამის მაგივრად set position-ი დაგვეწერა მაგალითად 0 და -100. მაგალითად set position 0 იმე -100. გავშვათ და აი ეს საბშალოთ, runs დავაჭიროთ და აი ჩამოვიდა ისევ აქ. აი ასე. ასე შეგვეძლო. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესე იგი 4 წრე, ხო? 4 წრეთ უნდა გავაკეთოთ და რაღაც გვიმეორდება, ამ შემთხვევაში წრის დახატვა გვიმეორდება 4-ჯერ, მაშინ გვჭირდება for loop. ანუ for I in range გავიმეოროთ 4-ჯერ, გადავიდეთ გვერდით, გავხსენეთ 2 წერტილი, enter-ს დავაჭირეთ. ახლა აქ 4-ჯერ უნდა გააკეთოს წრე. ამისათვის უნდა შევქმნათ ფუნქცია, მაგალითად ფუნქციას შეგვიძლია დავარქვათ circle, ანუ ფერადი წრე, ან color circle, რაც გვინდა. შემდეგ აქ შევქმნათ ფუნქცია, მაგალითად define circle color, 2 წერტილი, enter. კალამი უნდა დადოს ახლა კუმ, ანუ pen down გვინდა. შემდეგ გვეუბნება, რომ აი აქ color choice სლადი უნდა შევქმნათ, ესე იგი აქ color choice-ი უდრის და აქ მომხმარებელს უნდა შევეკითხოთ უკვე ფერი, ხო? ანუ input აუცილებლად გვჭირდება, რომ გამოვიდეს აი აქ ფანჯარა და შეგვეკითხოს. ჭალები უნდა გავხსნათ თუ რა გვინდა რომ შეგვეკითხოს და აქ მაგალითად დავწეროთ enter color 2 წერტილი space-ი ბოლოში გადავედით და enter-ს დავაჭირეთ. ესე იგი, როდესაც მომხმარებელი ფერს უკვე შეიყვანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ფერის ჩასხმა. ესე იგი, begin fill-ი გვინდა, ხო? begin. გადადირე fill. შემდეგ color უნდა ავირჩიოთ თუ რა ფერით ჩაასხას და რა ფერით უნდა ჩაასხას, რა ფერიც მომხმარებელმა შეიყვანა, ხო? ამიტომ აქ პარამეტრად ვუთითებთ აი ამ ცვლადის სახელს. color choice ჩავწერ აი აქ. ამის შემდეგ წრეს ვხატავთ, ანუ circle და წრე უნდა იყოს radius-ის მქონე, ანუ ეს radius-ი უნდა ჩავსვა აქ. ამის შემდეგ უნდა დაამთავროს ფერის ჩასხმა, ანუ როდესაც დახატავს წრეს, ჩაასხამს ფერს და უნდა დაამთავროს ხო ფერის ჩასხმა, ანუ end fill-ი გვინდა, ფერის ჩასხმის დამთავრება. და როდესაც აი აქ წამოვა და დახატავს ერთ წრეს, მე უნდა ავიდეს ზევით, ხო, ზედა პოზიციაზე, ანუ 25 პიქსელით ზევით უნდა ავიდეს. მაგრამ თუ ზევით გვინდა რომ ავიდეს, მაგ შემთხვევაში კალამი უნდა აიღოს ჯერ, ანუ pen up-ი გვინდა რომ ხაზი არ დახატოს
მობრუნდეს left მარცხნივ forward-ი 25 პიქსელით და right-ი გვინდა ისე 90, რომ საწყის პოზიციაზე დადგეს. გავუშვათ მივუთითეთ ფერი. green. enter. ჩააცხა ფერი და ავიდა ზევით ახლა არ ჩანს. შეხედეთ ახლა გვეუბნება ისევ ფერი მივუთითეთ, ხო? აქ რომ red მივუთითოთ, ნახეთ ისევ 100 პიქსელის მქონე წრეს დახატავს, აი ზევით. და კიდე რომ მივუთითოთ, მაგალითად blue მივუთითოთ, დახატავს და ზევით აბა. yellow და ავიდა ზევით. მაგრამ ჩვენ ის უნდა დავხატოთ აქ შუაში და წრეები უნდა დავაპატარავოთ. ამისათვის აი აქ ჩვენ უნდა შევამციროთ რადიუსი. ანუ რადიუსი უნდა შევამციროთ 25 პიქსელით ყოველ ჯერზე. ანუ აქ უნდა დავწეროთ -25. ეს იგივე ჩანაწერია, აი მოდი გავუშვათ კიდევ თავიდან, მაგალითად იყოს black-ი. მერე იყოს red-ი. მერე green. და როგორც ხედავთ აკეთებს. მაგრამ რადიუსი, ეს იგივე ჩანაწერია, რადიუსი უდრის -25. ანუ რადიუსი გახდეს ახალ ეტაპზე, ყოველ შემდეგ ეტაპზე გახდეს წინა მნიშვნელობას გამოაკლდეს 25. ახლა გავუშვათ red, blue და როგორც ხედავთ ასეთაც აკეთებს. კარგი, წესით დავამთავრეთ, submit continuous დავაჭიროთ, უნდა ჩაგვეთვალოს, ჩაგვეთვალა კიდეს, გადავედით submit continuous დავაჭიროთ და